მოდი ნახე ბიჭო, მოდი აქეთ რა დღეში არიან ნახე. უბედნიერესი ვარ ამ როლი. ყველა! აი რაღაცა კონტრაქტის ფული უნდა მოეცათ და გადამაგდე. ყველანი ქუჩაში მოგწევ. ჩემი და არის ესა, ჩემი და ეს. კომპოსტოს ფურსით რო გატყიპოს, გადაღებები თუ მოგწევს. კი, მიწევს. რომელი არის წელება ხო? გამოსულებული მამამისი რა შეფეხებათ მთა, ჰა? რაზე ველაპარაკო? ეხლა ვართ სოფელში, ტახიმახოს გადაღებები მიმდინარეობს. და წამოყევი 1-3 რაღაცა და. მოიტან ტაქსის ბღოლის მოიხმარა და რაღაცა დამცა. ყველა! მაშინა ექსალტიან გამვატანა ჯუჯუ გასაფხისლიანი ხალხი. რაო, სკიპი. მოიტან ტაქსის ბღოლის მოიხმარა და ნახე და ძუძუგოჩაზე რა ქე ძუძუგოთა აი რაღაცა ძუძუგოჩა ხო შევჭი ძუძუგოჩა ძუძუგოჩა მაგრამ ის გააკეთე თუ რა გაბელ ძუძუგოჩა ო სკიპი არაჩვეულებრივი მსახიობი. რა ერთია დუბლი 2 აია ზაღლებო დაიწყეთ სიჩუმე მოიტან ტაქსის ბღოლის მოიხმარა და რაღაცა დამცა. ყველა! თომ მოძრა პროტეზი. შეიძლება გასაუბროთ და მაგიტომ მოძრა. მოიტან ტაქსის ბღოლის მოიხმარა. რაღაცა დამცა ისა. ყველა! მაშინ ექსალტია შეკრება გამოვატანო, ძუძუგოჩას ფიქრი აღდება. ამის შემდეგ მე ელასტიკი შეეცდა. აი, გამფრიდა შეიწყო. ველია ამ მსახიობთან მუშაობდე და არ გაგეცინოს რა. აი სკიპის სცენებია და ნელ-ნელა ამ ადამიანებს გამოვკითხავ თუ რას გრძნობენ გადაღების პროცესში. აივანზე გავიხედოთ, აივანზე არიან ალექსა ქეთიხუციშვილი, ლიკუნა პაპავა და გივი პაპავა. და ხანში მივათ, აი იქით გაიხედე ნახე როგორი ის არის. სოფელია. სკიპი. სკიპი. აბა როგორ ახლა? კარგად, რა გიშავს. როგორ მიდის გადაღებები? ძალიან მაგარი ჯგუფია, ცოტას მერიულობ, იმიტომ რომ მინდა რომ კარგი გამოვიდეს და ვიხარჯები ბოლომის. და როგორი განწყობა გაქვს შენ თვითონ აი? მაგარი შემართებით ვიცი რომ მაგარი სერიალი გამოვა თუ მაგარი ფილმი ასე ვთქვათ რა. მაგარი სერიალი არის უკვე, ნახე 5 სერია გავიდა. გადის ეტაპობრივად ყოველკვირეულად და საკმაოდ ისეთი გამოხმაურება გამოიწვია ხალხში. ძალიან მოწონთ შენი პერსონაჟი რა. მამა, ტახიმახოს მამა და. შენ როგორ დაახასიათებ, როგორი ტიპია, როგორი კაცი არის? ის გაგიჭირდა ამ როლის თამაში? პრინციპში ისეთი ქართლის სცენა, ქართლიდან წამოსულები თუ ქართლიდან ავარ და ის კილო და ის დეტონაციები და ის რაც უნდა გულში და სულში მიდევს, ბუნებრივად ამაკ და შვილის კარგი ყავს ტახიმახო. კაი ბიჭია. კაი ბიჭია ძალიან. ცოტა ის უნდა აი გამოფხეკა, მაგრამ რაღაცა ბოლო სერიებში ეშველება რაღაცა იმედია. შენ რაღაცა პაუზა გქონდა ხო? კარიერის თვალსაზრისით, სამსახიობო კარიერის თვალსაზრისით რა. რამდენი ხანი გქონდა შესვენება? ხო, პრინციპში ახლა მე ის რა ქვიან, მოწოდებით ეკონომისტი ვარ რა. ხო. კლიანობაში რავი 3, 4, 5, 6 წელი. და ეხლა რომ დაუბრუნდი არ გაგიჭირდა? ბიჭო წარმოიდგინე არა რა. აი თითქოს როგორ თევზის წყალში ესევა რა. ეხლა ქუჩაში რომ აი ამ პერსონაჟით გცნობენ, რას გეუბნებიან? ზოგადად ამ სერიალზე რას გეუბნებიან? ახლა სამეგობრო სანათესაო ძალიან მოსწონთ და თვითონ როლში როზი ხარ და ბუნებრივია ყველაფერი და რეალობაში ასეც ხდება და ასეთი ადამიანები არიან ხშირად საქართველოში. აი როგორიც მამა, ტახიმახოა, როგორიც მეუღლე ყავს, მაკაცები, აი დღევანდელი სიტუაციაა რა. და ხშირად ხდება ესეთი სიტუაციები და მეც მიადვილდება რომ რაც ვხედავ რეალობაში ის გავაკეთო როლში. გენაცვალე წარმატებები. მადლობა თქვენ. რას ეთქვი მაყურებელს რას ეთქვი? მიყვარხარ ძალიან, დაგვილაიქეთ, გადააზიარეთ, სკიპი თქვენ გვერდზია, მაგრამ მიყვარხარ, გაუმარჯოს ჩემს ერთიან გემრიელ საქართველოს და ყველა მაყურებელს მიყვარხართ. აი ესეთი პატრიოტული ტექსტით შემოიფარგლა ბატონი სკიპი და ვაცადოთ ეხა მუშაობა ადამიანს. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი სცენა აქვს გადასაღები რა. ჩემი პირადი აზრი სკიპისთან დაკავშირებით არის ის რომ სახალისო კაცია, ნიჭიერი კაცია
და შეუძლია მარტივად გაგაღიმოს, გაგაცინოს და კარგ განწყობას დაგაყენოს რა. ანუ мама ვერ ახერხებს ეს გოგო წამოსვლასა და მამამისი რო წამოგიყვანო და მამამის რო სცე პატივი. ბიჭო, მამამისი გამოსირებული რა შეფეხებოთი მითხრა კაცო, რაზე უნდა ველაპარაკო, ხა? არა ბიჭო, ნახეთ, ახალი ინფორმაცია გაიგე რა, ეხლა გეწყინოს რა, გაბრაზდე რა, რას ნიშნავს არ ვერ ახერხებს რა. ხო, აი რაღაცა უნდა რა. მიდი თავიდან. მამამისი რა შეფეხებოთი მითხრა, ხო? თავიდან მიდი. ანუ ალო мама ეს გოგო ვერ ახერხებს წამოსვლასა და მამამისი რო წამოგიყვანოთ და მამამის რო სცე პატივი. ბიჭო, ეგ მამამისი გამოსირებული რა შეფეხებოთი მითხრა, რაზე უნდა ველაპარაკო, ხა? კარგი ბიჭო, რა იყო შენ? ეხლა მისმინე. თუ ახერხებს ის და წამოსვლასაც წამოიყვანე, თუ არა და სტარძი არის ჩვენი. ზუზუ გოჩას გამროი. ნელა. კეთი როგორ ახარ? ძალიან მაგრად და ძალიან ბედნიერი ვარ. ცოტა ხანში მე შენ და ბევრი კითხვები მექნება. ბევრი რა ერთი ბევრი წელი ხარ მითხარი ორიო, ეხლა ბევრი, კარგი, კი ბატონო. ოკეი, კი ბატონო. კარგი. ჯერ განწყობა მითხარი როგორია? აი იდეალური სასწაული. როგორ მოიგე ეს როლი? უბედნიერესი ვარ ამ როლით. როგორ გაგიჭირდა? არანაირად, ძალიან მომწონს ჩემი როლი, ძალიან. ძალიან კარგი. მე არ ვიცი, აი გადაღება ისე მიდის, ისე მთავრდება, დაღლა კი არის, მაგრამ სიცილით გული მინდის, პირდაპირი მნიშვნელობით. ალო, мама, ისა ვერ ახერხებს ჩემი გოგო წამოსვლასა და მამამისი რო წამოვიყვანო და მამამის რო სცე პატივი. ბიჭო, ეგ გამოსირებული მამამისი რა შეფეხებოთი მითხრა, ხა? რაზე ველაპარაკო? თუ მოდის წამოვიდეს, გადაძოს ყველანაირი საქმე. თუ არა და ეს სტარძი არის, ზუზუ გოჩას გოგაი. გოგაი ბიჭო. გოგო. ზუზუ გოჩას გოგასათხოვებს. სკიპის ახლა ყველამ დავცინოთ რომ დაკომპლექსდეს და ვეღარ გადაიღოს. არ დავცინოთ. თქვენი საერთოდ როგორ მოიქცევა, ჩამომიყვანს სარძლოსა. სარძლოსა? ხო. თუ დავახვედროთ ზუგოჩეს თამროი. დააკომენტარეთ როგორ. ხო. დააკომენტარეთ და გამოიწევთ. აი. ამასობაში სანამ საჭკაობს რა ოპერატორი მანამდე მიხელთებ დროს და კითხვას დაუსვა. უცბად მითხარი გიორგი. გიორგი არის ოპერატორი, რომელიც დახიმახოს იგებს რა. ეხლა აიღო კამერა ხესტა და საჭკაო და მესიჯი. ხო და რაღაც არ საჭკაოს, კაი ბიჭი არის. ხო. დამაინტერესებს როგორი ურთიერთობა სახიობებთან, როგორ შეეწყვეტ. ძალიან მეგობრული ნიჭიერები არიან და კარგად ამაშობლები ხო არ არის? არა, მაქსიმუმ გვერდზე გავიყვანოთ ხოლმე ერთმანეთს და გააკაჩავთ. ხო რა, დავაკაჩავთ. მაქსიმუმ თუ ის ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ან რაზგორკები რაღაც. რა მაქსიმუმ თავპირისპირება მეტი არაფერი. გადამრევ, ჩემი გადამრევ. თომა. დახიმახოს იდეა საიდან გაჩნდა? ეგრევე. საიდან მოვიდა? პროსტა აი რა გავაკეთო. სპონსორი დაიწყო. იყოს ტახიმახო ბაზარი არა. ხო, ბაზარი არ არისო, ხო. არა, მართლა მაინტერესებს საიდან გაჩნდა ეს იდეა და რთული იყო თუ არა ამ სცენარზე მუშაობა? რთული იყო ძალიან 4 წელი მუშაობთ ამ პროექტზე და როგორც იქნა? როგორც იქნა 8 წლის შემდეგ ტაქსი მაქსიმა გაიღო წყალობა და აფინანსა ეს სერიალი და თომას აუხდინა ის 4 წლიანი 4 წელი ქონდა მარტო იდეაზე ფიქრის ის. მე 4 წელი სცენარზე ვიმუშაობ და 8 წლის შემდეგ დავიწყოთ მუშაობა. 16 წლის ვიყავი რომ დავიწყე. წერი არ ქონდა მაშინ. და ეხლა ნახე რა ვხელა წერში. აი ამაზე. კეთი რატო გვეჩრები? რა წერი ინტერვიუს. ძალიან გვეჩქარება, მაპატიეთ რა. აი ამაზეა საუბარი. უკაცრავად. აი ამაზეა საუბარი. აი ამაზე კი ბატონო. აი ეს წამაბაღი გადაიღერაები აქ. ეს ალუჩა არის? ალუჩა ბიჭო ეს. ხო არ გადაო, ალუჩა თუ ტყემალია. ტახიმახო სოფელში მშობლებთან კითხვა მექნება ბექასთან მეკამ. შენი ყველაზე საყვარელი ხმა რომელია? ამ პერსონაჟებიდან. აი ყველაზე გამორჩეული ხმა და საყვარელი ხმა. ყველაზე გამორჩეული სკიპი მაინც. სკიპი და რატო? იმიტომ რომ
რაც რეალურად ასრულებს იმ კუთხის პერსონაჟს, საიდანაც არის თვითონ წარმოშობილი. სპეციფიკური სპეციფიკური და ანუ დამახასიათებელი ხმა. რეალურად როგორც საუბრობენ, ეგეთია როლშიც. და ჩემ ხმასაც უწევს უწუნე. შენ ხმას არა. აი აგან. არაფერი არ დაეწუნება არ შენ ხმას. ანუ სკიპის ხმა უფრო კაია. ირა ჩემი. ხო? ალო. რა ვქნა შენ და განერულებული მეჩვენები რა შეესაბამება საიდან მოიტანე, საიდან? ხეავი როდის იყო ტელეფონიდან პირველად იალოთი იწყებდი გადამაგდეს და რაღაც აი რაღაც კონტრაქტის ფული უნდა მოეცათ და საბაგეროთ შენ დავიწყეთ ახალი ბიზნესი. რა ბიზნესი, ხალო. ლაშამ და რეკა 200 ლარი ვასესხე პენსიისა, ყოველთვე 1000-ობით მოგება გეკნებათო. ვინ ლაშამა? ბეყე ლაშასა კაცო, ვისთანაც ამუშაო. ვინ მაგი? ვერა გადაწყვეტილია ეს ამბავი გადაწყვეტილი გელოდებით ხვალა აი. თომა გადაიღე რა. აი მიდი რა. თომა თუ რამე რამე მომივიდა, თუ მე რამე მომივიდა ეს ბიჭი აგერ არის 100%. მიხედავს ტახი მახოს ჩვეულებრივად რა. სააღო თომა მაგარი იყო ძმაო. როგორ აკეთებ, როგორ იცი? როგორ უთხარი? ლაშასა. სოვიცნე. ოდი დავიწყე. აი რაღაცა კონტრაქტის ფული უნდა მოეცათ და გადამაგდეს. სამაგეროთ შენ დავიწყეთ ახალი ბიზნესი. რა ბიზნესი, ხანო? ლაშამ და რეკა 200 ლარი დაურიცხე პენსიისა, ყოველთვე 1000 ლარობით მოგება გეკნება. ტახი მახოს მშობლების სცენები მიდის ახლა რა, ქიშოსი და ციცოსი. მოდი ნახე ბიჭო, მოდი აქეთ რა დღეში არიან ნახე. ეროტიული სცენებია რა, ესეთი სექსუალურად უნდა აჭამონ ერთმანეთს სხვადასხვა ხილი და ალექსა გადაიღე კომბოსტოს რა. ალექსამ გარეცხა ეს ხილი ყველაფერი. ახე კომბოსტოს როგორ არჩევს. ალექს, მეტივნება, მეტი სექსი. უყურებენ ახლა გაიგე? რა ხდება იქ? უყურებ. ეგ მე კომბოსტოს ფურსით რო გატყიპოს. არა მე გეტყვი, ნახე რა გააკეთავს. აი ეს მოაძოს ერთი ფურსელა სახში გაარტყას. ეგ უფრო მაგარი არ იქნება რომ კომბოსტოს ფურსეს მოაძე და სახში ტკაც თუ ვიდრე აჭამოს. გაწერეთ კომენტარებში. წამოახლოდან შევხედოთ რანაირად მიდის ეს ამბები. მოდი ახლოდან ხე შორიდან იყო და ეხა ახლოდან ნახოთ. არა, არ გინდა. ეხა სკიპის სცენებზე გადავიდეთ. არა, როგორც აი, ახო როგორ ხარ ბიჭო? შეუწექი რა სკიპი ესე და გადი ვიფაქერა. მანამდე მოიცადე ალუჩას. აი ნახე ესე, აი ესე გაუკეთე. აი, ყურადღებით. ჩემთან მოდი ამას შეხედე. მინდოდა ეხა გივი ჩამეწერა, მაგრამ ძალიან გადაღლილია და ძინავს და არ შეუშალოთ ხელი ცოტა ხანი ეძინოს. კაი, წამოდი იქით შევიხედოთ რა ხდება. აი ლიკუნაა და ლიკუნა ჩავწეროთ, მოდი. ლიკუნა. აბა ხო არ დაიღალე. მოვალ ესე რა, რო მიკროფონისთან ავიღოთ. სამი კითხვა მექნება შენთან და გამცე პასუხი ამ სამ კითხვაზე. როგორ მოხდი სერიალ ტახი მახოში? ჯერ მამიკოებში გადამიღეს, გავიცანე ალეკო და გუნდი და მე დამეწევეს. კი ბატონო, რა რეაქცია გქონდა როცა სცენარი წაიკითხე პირველად? პირველად რა წავიკითხე, სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ მივხვდი რა იქნებოდა, მაგრამ რომ უყურე მე გასაგები იყო. გადაღებები თუ მოგწონს? კი, მომწონს. რომელი არის წელება ხო? კი. თუ იცინი ხოლმე რომელიმე სცენებზე ისეთი აი რა დასამახსოვრებელი რა იყო ისეთი რომელიც ძალიან გეცინებოდა და შლიდით რა ამ იმას. კი, მე მომეწონა შენი დედმამის ისა რა ქვია მაგას პერსონაჟები ძალიან.
და მაგაზე ვიცი, განსაკუთრებით როცა გიტარაზე ვკრავდა, მამაშენ. ხო, ეგ არ ვიცი გავა თუ არა, მაგრამ ძალიან სასაცილოა. სკიპირო გიტარაზე უკრავს, რესტორნის სცენა გქონდა და ძალიან მაგარი. არა, ამ დროს თუ გავა არ ვიცი. ოკეი. და მესამე იქნება როგორ აღწერდი შენს პერსონაჟს სამ სიტყვაში. პერსონაჟს ვის თამაშობს საერთოდ? საკმაოდ ლიუს თამაშობ. ტახიმახოს შეყვარებული. ტახიმახოს ჯერ არ არის შეყვარებული. ხო და ფიქრობ რომ პრინციპულია საკმაოდ. ძალიან კეთილი არის. და რა ვიცი, ლამაზი. ვეთანხმები აბსოლუტურად. წარმატებას გისურვებ და დიდი მადლობა. წავალთ, ეხლა გივი გავაღვიძოთ. არ გათიშო? გავაღვიძო ეხლა ეს. ერთმანეთს სასიყვარულო თვალები. გივი! ლაპატიე რო გაგაღვიძეთ მამა რა. გადაღება გვეწყება, იწყება. როგორ ხარ? ძალიან ენერგიულად პოზიტიური განწყობაზე. ხომ მეტყობოდა. რა ხდებოდა სიზმრებში ბიჭო? განახე. სიზმრებში რა ხდებოდა და კონძულზე ვიყავი, იახტით მივსეირნობდი და ამ დროს აი ასეთმა ბოროტმა შოთიკომ გამომაყვრდა, თორე ძალიან კარგ ეტაპზე გადავდიოდი, უკვე კოქტეილი მიღებული მქონდა. გენაცვალე შენ. ბიჭო რა მინდა იცი ითხრა? როგორ მოგწონს გადაღების პროცესი? გადაღების პროცესი სხვათაშორის ძალიან საინტერესოა. ძალიან შრომატევადია, ხო პატარა სერიალია. შეიძლება ეს რო ითხოვთ დრო გაზადეთ და ჩვენ მაინც პატარა გამოგდის, მაგრამ ძალიან რთულია სხვათა შორის შოთა. ერთ სცენას დაახლოებით აი ეს 30 წამიან სცენას შეიძლება მოუნდე 4-5 საათი. მოგწონს გადაღებები? სხვათა შორის მომწონს, მონატრებული ვიყავი, ცოტა დიდხნიანი პაუზა გამოგვივიდა, ეს იუმორისტული გადაცემის რაღაცა ასე რომ ვთქვათ, იუმორთან ცოტა პაუზა ქონდა, შენც მეც რამდენიმე ადამიანს და მონატრებული ვიყავით. სამ სიტყვაში დაახასიათე შენი პერსონაჟი. ალალი, კეთილი, ბოთე. დავაგზელებ მე ჩემს საქმიანობას. დაწიკი გადაცვალე მიიფარებეთ აბაჰე. შეგიძლია დაიგო. წავედ ეხა ქეთისთან წავედ. ჰა? მარწყვი გინდა? მარწყვი. შოკოლადში ამოავლო? კაი. თეთრი და შავიო და ხერა დაკვეთებიათო. ალექსა ჩავწეროთ ეხა წავედ. ალექს. ალექს, მოდი აბა ერთი კითხვა. როგორ მიდის გადაღებების? ხოშიანად როგორც ყოველთვის. გემრიელად, ხო, ისე როგორც ჩვენ გვინდა ის. კითხვა მექნება რა. ამ სერიალის ხო. 2-3 კითხვა მექნება ზუსტად. კი ბატონო. ამ სერიალის იდეა როგორ გაჩნდა? საიდან გაჩნდა? ჩვეულებრივ გაჩნდა და ვიღებთ რა. ესე მოკლედ მეუბნებია. კი, მარტივად ჯობია რა და ტაქსი მაქსიმთან ერთად რა თქმა უნდა. გაჩნდა ეს იდეა და ეს სტაფი როგორ შეიკრიბა, როგორ შექმენი, როგორ ყველანი ქუჩაში მოვიწებდით. აი ესე მივდიოდი და ქეთი მაგალითად ხუთშვილ წვიმაში მარტო მოდიოდა და ესე მივედი და ხომ არ გინდათ რომ გადაგიღოთ თქო და ჯერ სველი ვარ გავშრდები და მერეო. და სკიპი როგორ არის? კი, ბავშვობის ძმაკაცია ქეთიც, ბავშვობის დაქალია. ნუ დაახლოებით რა. დაახლოებით. მაინტერესებს თომასზე რას მეტყვი? რომელიც აი ფუტკარი უჩრომობს. და ფაქტიურად ყველაფერში კი არის. ხო, თომა ხო? თომა კი. და დასაფასებელი არის ამ კაცის შრომა და. პირდაპირ თქვა თუ შელამაზებულად. როგორც კი. კანფეტკაა რა. კანფეტკა. და მაყურებელს ითხარი რა. გამარჯობა. წარმატებები ამ სერიალში. რა თქმა უნდა და გამოიწერეთ ჩვენი არხი ხო, როგორც არის. კომენტში მოგისალმებით უნდა გამოვიწეროთ. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ რამე? ეხლა არ მცალია რა. კაი გენაცვალე. მოიცა რა გეგმები მაქვს? ხო. სამომავლოდ? სერიალი გრძელდება რა გინდა მეტი კაი. სერიალი გრძელდება მეორე სეზონი დაიწყება ეს ძალიან მეორე სეზონი დაიწყება რა თქმა უნდა. მაგრამ კიდე დამატებით თუ არის რამე ისეთი. დამატებით მეორეს მერე რა მოდის წესით მესამე. მესამე, მეოთხე. ანუ მე უკან მესამეს მერე ისევ მეორე და პირველი. ხუროვის ხასიათზეა ალექსა და წარმატებები შემოქმედები ჯგუფს. აი ესე მიმდინარეობს გადაღებები. გაიხედე ბიჭო.
ბატონი ჯონი ადამიჩონი. ბატონო ჯონი მოგესალმებით. მოგესალმებით. ესე იგი, დაიწყო ესე იგი, როგორც ვიცით, კი არა, დამთავრდა უკვე პირველი სეზონი ტახიმახოს გადაღებების და მთელი სეზონის განმავლობაში საუბარი იყო თქვენს პერსონაჟზე, ძუძუ გოჩაზე, ვინ არის ეს ძუძუ გოჩა, როდის გამოჩნდება, სად არის, მოკლედ ძალიან ბევრი ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ხალხში. თქვენ როლს როგორ შეაფასებთ? როგორი როლია, მოგწონთ თუ არა და რომ ვესაუბროთ გადაღების პროცესზე. რა თქმა უნდა, ეხლა პროფესიონალი მსახიობი ამბობენ, რომ გამოცდილი მსახიობები ამბობენ, რომ როლი არ უნდა არჩიო. რასაც მოგცემენ, კეთილი უნდა ინებო და უნდა მონახო მისასვლელი გზები, რომ რაღაც სახე შექმნა და განახორციელო ის როლი. რა თქმა უნდა, საინტერესო აღმოჩნდა ეს ჩემი პერსონაჟი. მეც ძალიან გულით დიდი ხნის პაუზა მქონდა სხვათა შორის შემოქმედებითი და ძალიან მონდომებული ვარ და ვიყავი, რომ სრულყოფაში მოვიყვანო ამ პერსონაჟის სახე. კიდევ ერთი მსახიობი ჩავწეროთ, კეთი რომელიც კეთი ცოტანერი არ გინდა? ეხლა აი ორი სიტყვას ვეტყვი რა. გემრიელია ტემალი. ვერ მოუსველია. კბილი ხო არ მოგჭრა? უკვე მომჭრა. კეთო, იცი რა მაინტერესებს? როგორ მოხდი სერიალ ტახიმახოში? ძალიან უბრალოდ ბატონმა ალექსამ დამირეკა, დამიკავშირდა, შემოთავაზა და ეგრევე დათანხმდა. აუცილებლად. მე ალექსამ მითხარო, წვიმიან დღე იმაში წვიმა იყო, მივდიოდიო ქუჩაშიო. ხო, აბა. და დავინახე კეთიო და ვთხოვეო, რომ სერიალში მიიღო მონაწილეობა და ესე მითხრაო, რომ გავშრები და მერეო. აი ესე იყო სხვა. ყველამ კარგად გაიცნო შენი პერსონაჟი. ტახიმახოს. დედას თამაშობ. ჩემ ნენასთან რა? ხო და. მაინტერესებს როგორ დაახასიათებდი შენ პერსონაჟს. ჩემი პერსონაჟი გიყვარს შენი პერსონაჟი? ძალიან მიყვარს, აი მართლა ძალიან გულწრფელად მიყვარს ჩემი პერსონაჟი. აი მთელ ემოციებს ვდებ სხვათა შორის რა, არ ვიცი როგორ განვითარდება, ძალიან მინდა რომ აი ბევრი რაღაცა სიტუაციები კონდეს ამ ქალს და როგორც ვიცი ნელი უნდა ვითარდება და ერთი გულთბილი ალალი ქალია, რომელიც ძალიან უყვარს შვილი, ზრუნავს მასზე და რაც შეუძლია ყურადღებას აქცევს რა. თვითონ შემოქმედებით ჯგუფს და სიტყვი? შემოქმედებითი ჯგუფი, აი ნუ არ ვიცი, რო იტყვიან ხოლმე ძალიან შეჩვეული, ძალიან მაგარი ხალხი, ნაღები ხალხი, დიახ და აი ძალიან ურთიერთგაგება არის უმაღლეს დონეზე. ძალიან კარგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ალბათ ისეთი მეგობრული გარემო როა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. კი ბატონო. ყველა ერთად ვართ, ყველა ერთად ვიზიარებთ ტკივილსაც, სითბოსაც, სიყვარულსაც, სიცივესაც. ეხლა გითხარო ეს ბედნიერი მინდა იყო მეთქი სოციალურ ბოლომდე. არა, მითხარია ბევრი. ჩიმოსი ცოცხლე და ჩიმოსი ყვარულო. ჩემი და არის ესა, ჩემი და არის. სიყვარულო. კეთინო არის, კეთი არის ჩემი, რავი, აი მართლა და არა მხოლოდ და ჩემი და არის რა მართლა. ჩემი ბიჭია ეს, ჩემი. ესე იგი, იქ ხომ მიწია დაძმის როლი იმ ჩცდ-ში. ეხა დედაშვილის. ხო. არ მივდივართ, შურს არ მივდივართ, არა. შეყვარებულები არ ვიქნები. არცალფად. წარმატებებს გისურვებ. შენ შემოგები. მეც გისურვებ წარმატებებს, აბა შენიც. კაი გადაღება. თომა იქნებს ხელს აჩვენი. ოხ, თომა დაწე. გეხვეწები, გივისევ ძინავს და გადაიღე რა. ჩანს მანდ და რო ძინავს. გივისევ ძინავს. ჩვენ ისე ვიღებთ და გადავიღებთ. სულ გადავიღებთ. რაფიკ, მოდით შემოძმაო ერთი წამი, სულ რაღაც ვიცი რომ არცალია, ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ, ვიცი რომ შენზე გადადის ყველაფერი რა და მაინტერესებს დამღლელია ეს ყველაფერი? აუ მაგარის. ცოტა წაიაფერისტი. რა წავი მუშავეში. აი პასპორტი მე მაქვს ბიჭო შენ. აი კაცმა თქვა რა სიმართლე. თვითონ არ მუშაობდა? მოჭვერი ნახე? გააკეთე, ისე და მამა გამოწველა ან იგო.
აგივი ბაზარალა წევიდა ზართ საქმე ბედო რა გუში მე მოაგვარა ეგ საქმე მე ვარაგები სხედრი ხმარბენი ქალაქში მაგალითად უზენია დაგვანგვიანდება ჩემი კარგი მოტყან დაგვანგვიანდება და მამაჩემს იცი როგორ არ უყვარს დაგვიანება მაო აი ხა მეც არ მელაპარაკებულა 11 თვის რო გავჭი ჩემი კაი რა ბანდეს ბიჭო შენაგას შეძვარ საწვის ხოგე ძაობები და იმას აი დაგა სვა მოგიტყვა ჯიგარი სამონ აი შეგძლებია ხუმრობა ხენდა მერე ბიჭო წამოდი მერე გააკეთე ეგ საქმე აგილა შეგაგილა 5 წუთი რას გიწვის აი ამისა ტელევიზია რა გავაკეთო ან მამა გამოსვალი ან ის გოგო